1979 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრიის კონვენცია მიიღო. 1994 წელს კონვენცია საქართველოს შეუერთდა. 1998 წლის თებერვალში ქვეყანამ პირველი ანგარიში წარადგინა. იმავე წელს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომიტეტში წარადგინეს პირველი ალტერნატიული ანგარიში. 2002 წელს საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციის დამატებით ოქმს. კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტში ყოველი 4 წლის მერე და შემდგომში განსახილულად საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინონ. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ კომიტეტს წარუდგინა მე-4 და მე-5 პერიოდული ანგარიში საქართველოს მიერ კონვენციის შესრულების შესახებ. 2014 წელს ქალთა უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე 13 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 2 ქალთა ქსელმა ალტერნატიული ანგარიში მოამზადა. ანგარიშის შემუშავებას კოორდინაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაუწია. ანგარიში მომზადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით. ჟენევაში გამგზავრებამდე ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრიის კომიტეტის 58 სესიაზე წარსადგენი რეკომენდაციები. ჟენევაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის, ასოციაცია ჰერაუდს და მეერთეს, კავშირი საფარის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მოსამზადებელ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგი აზია-პასიფიკის ჯგუფის წევრებმა გამართეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიყო და შემდეგ უკვე კომიტეტის წევრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ეს იყო იძულებით გადაადგილებული ქალები და რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები და ბავშვები. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენეთ ერთი რაც ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ფსიქოსოციალური დახმარება. ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში შედგა დახურული არაფორმალური შეხვედრა არასამთავრობოებსა და კომიტეტის წევრებს შორის. ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის სრულყოფა და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალების მშვიდობა და უსაფრთხოების თემა, მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვით დევნილების მდგომარეობას საქართველოში. კომიტეტის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაო და ამავდროულად დაინტერესდნენ თუ რამდენად კოორდინირებულად მუშაობს სახელმწიფო ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. Because we received a lot of information from NGO representatives. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომიტეტის წევრებს შორის ურთიერთობა საკმაოდ კარგი ფაქტია, რადგან ჩვენ ვიღებთ უამრავ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მინდა აღვნიშნო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაო, მათგან უამრავი მასალა მივიღეთ. გაეროს შტაბ-ბინაში არასამთავრობოებისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე სიდო კომიტეტის წევრებმა მოისმინეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ზეპირი მოხსენებები ქვეყანაში ქალთა უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ყურადღება გაამახვილა გენდერული მექანიზმის აუცილებლობის შესახებ საქართველოში. მისი აზრით, ქვეყანაში გენდერული მექანიზმი მოუწესრიგებელია. კანონით არ არის განსაზღვრული ქალთა პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობა, რის გამოც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მონაწილეობა არის დაბალი. კომიტეტის მეცხრე შეკითხვის შესახებ, რომელიც ეხებოდა მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გსურს განვაცხადოთ, რომ ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ძალზე დაბალია, ასევე დაბალია ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეს გამოწვეულია პოლიტიკური ნების არარსებობითა და გადაწყვეტილების მიმღებთა დაბალი ინფორმირებულობით. გამონაკლისების გარდა. არასამთავრობოებისთვის კომიტეტში მოწყობილ მოსმენას მთავრობის დელეგაცია მთელი შემადგენლობით დაესწრო. For the committee's work, the NGO კომიტეტის მუშაობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას სახელმწიფოსგან, ჩვენთვის ძალიან რთულია იმის შეფასება, თუ რა დარჩა ანგარიშის მიღმა. რის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია, რა პრობლემები არსებობს რეალურად. ჩატარდა კონფიდენციალური შეხვედრა საქართველოში მომუშავე გაეროს სააგენტოებისა და კომიტეტის წევრებს შორის, სადაც გაეროს სააგენტოების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიში განიხილეს. ეს არის 23 ექსპერტი მსოფლიო დონის, რომელიც მუშაობს საქართველოზე ეს 2 დღე, ამიტომ რა ის დასკვნები და რეკომენდაციები არის სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის ფორმირებისთვის. და ჩვენ არ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ეს რეკომენდაციები გქონდეს ახალი კიდევ 4 წლის მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ
თუ ისე მოხდა, რომ თქვა 4 წლის შემდეგ ის რეკომენდაციები ისევ გასახორციელებელი არის და არ არის გათვალისწინებული, ეს ძალიან ცუდი ინდიკატორი იქნება. ანუ ქვეყანა სერიოზულად არ აღიქვავს მაშინ მთელ ამ პროცესს. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხრის კომიტეტში შედგა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მე-4 და მე-5 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების განხილვა. საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები 5 საათის განმავლობაში პასუხობდნენ კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. ჩვენი უწყების მიმართულებით მაგალითად იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით რაკეთებო კონფლიქტი დაზარალებული რეგიონების მიმართულებით და ასევე ხალხთაშორისი სახალხო დიპლომატიის კუთხით ქალების მონაწილეობით ასევე ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებს შორის განათლების მნიშვნელობაზე ადრეული ქორწინების ოჯახური ძალადობის და სხვა მსგავსი სოციალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე არაერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილეთ დაწყებული ქალთა რეპროდუქციული უფლებებით დასრულებული თანაბარი ანაზღაურების უფლებით ქალთა და მამაკაცთა შორის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმი, ანტიდისკრიმინაციული კანონი და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ეს ის საკითხებია, რომლითაც კომიტეტის წევრები ყველაზე მეტად დაინტერესდნენ. მათ მოიწონეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის დარეგულირებაში, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მექანიზმების შემუშავებაში. იმედი გამოითქვა, რომ ეს ქმედებები გაზრდის ქალთა ძირითადი სამი ჯგუფის, იძულებით გადაადგილებული ქალების, პატიმარი ქალების, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებული ქალების და LGBT პირების დაცვას. ექსპერტებმა სხვა საკითხებიც დააყენეს, მათ შორის ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებული ზომების გამოყენება გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესეთი მიდგომა მთავრობის, როდესაც პასუხისგებლობით ეკიდება და ასეთი შემადგენლობით ესწრება შეხვედრას და არის მომზადებული, იმედს გვაძლევს, რომ ამ მიმართულებით მას შემდეგ რაც დაიდება განსაკუთრებით სიდო კომიტეტის რეკომენდაცია, მთავრობის კურსი იქნება სწორად წარმართული და გაუმჯობესდება ზოგადად გენდერული პოლიტიკა და ეს აისახება რეალურად ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების და ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნის ვალდებულება აქვს. ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოებთან, ევროსაბჭოსთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები, თუ ისინი კონსტიტუციაში ესაბამება, შიდა ნორმატიულ აქტებზე უპირატესი უნდა იყოს. გარდა ამისა, სახელმწიფო აღიარებს და იცავს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც მარადიულ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. მადლობას უხდით მხარდაჭერისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, შვედურ ფონდს ქალები ქალებისათვის და გაეროს ქალთა ორგანიზაციას.